აგდადექიო. ეს აღარ გჭირდება რა? ყოვლად სამღვდელო მეუფენო, ღირსნო მამანო, დედანო, დანო და ძმანო. ხმის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ. შედეგები ასე გადანაწილდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მაღალყოვლად უსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, 22 ხმა. თოთიჩუმეს მაღალყოვლად უსამღვდელოესი, მრავალურბნელი მიტროპოლიტი იობი, 9 ხმა. მაღალყოვლად უსამღვდელოესი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, 7 ხმა. ერთი ხმა გაუქმდა. ამრიგად სრულიად საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეულია მიტროპოლიტი შიო. ხოთ სიჩუმეს ხოთ ყოვლად სამღვდელო და მაღალყოვლად სამღვდელო მეუფენო, ძვირფასო დელეგატებო, მიუმართავთ ახლად გამორჩეულ კანდიდატს. თანახმაბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთისადიდებლად ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით. ულოცავთ მის მაღალყოვლად უსამღვდელოებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. აქციოს მოიცა. საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე. აქციოს!
ჩვენ არ იცოდე. ონტო მომიტანეს ვერ. მეუფე მუშაობს. თხოვთ ყურადღებას. დამიჭირე. სარედაქციო კომისიის თავმჯდომარეს გაგვაცნობს გაფართოებული კრების ოხმის ამონაწერსა და რწმუნების სიგელის ტექსტს. მდელმთავრებმა ამ ტექსტს ხელი უნდა მოვაწეროთ, ისე არ შეიძლება წასვლა, ამიტომ თხოვთ დაწყნარდეთ. ვიდრე ხო და ადგილები სადაა? რადგანაც ემოციის გამო ყველა წამოვიშალეთ, ვიდრე ხელს მოვაწერთ აღნიშნულ ოქს, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსო და მიტროპოლიტო ბიჭვითისა და ცხუმ აფხაზეთისა დიდო მეუფევ მამაო ჩვენო შიო, გთხოვთ ამობრძანდეთ ამბიონზე და მოემზადოთ სამადლობელი სიტყვისათვის. მამებო მომეხმარეთ აქ რაღაცა ეს აი აქ უნდა გავჩერდეთ დასასრულებელი არის კიდევ დღევანდელი მიკროფონი აი კონიკე თხოვთ სიჩუმეს. არა ამოაჩვენოს თარი შევიდეთ ჩვენ ნელელა ხო გეუბნებო კრება მოდო თარი გამოაჩვენო კაში არდა ფოტოგრაფია სიგელი თარიხი გამოაჩვენო მე გამოვიდა. დედავანო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვყავთ თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა. იგრები განცდა რაც თან ახლავს იმ არჩევანს რომელმაც სინამდვილად გაგუნდა დიდი პატივით და მძიმე ჯვარით უპირველესად მადლობას ვწირავ მაგალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის რომელიც მოიგო ჩემს უდრისებაზე.
მადლობა ყველა წმინდა ღვთისმშობელს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დას ის მამა შილობლებს სენაკის და ჩოროთუს ეპარქიის მმართველს წმინდა ის ალექსი სენაკეს შუშანიას და სხვა ჩვენს ასაკობრივ მოღვაწე ის წმინდანებს შემწეობისა და მარნეულისთვის მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მდევრთმებს ჩემგანი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის თითოეულ ადამიანს ვის გაუგალობა დიბაცა ლევანდელი კრების ღირსეულ და წარმართვისთვის კრების ყველა დელეგატს და სტუმარს განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის ლოცვისა და შემოსავლისთვის ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სენაკის და ჩოროთუს ეპარქიის სამდელოებას და მერს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის დიდი მადლობა და წყალობა ღვთისა დამოუკრევლად მძიმეა ჩემს თავი ჯვარი და პასუხისმგებლობა შეუძლებელია ის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე თუ რა მინება გვექნა ასეთი დიდი მადლის და მსახურების ოცნება და დაკისრება ჩემთვის გაცნობიერებული მაქვს ერთი მწრივ ამ მოწოდების სიდიადე და აბი და მეორე მწრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უზრუნველობა მსახურებ ყოველ მოსკალეობას ყოველ წმინდა დედაქრისტიანს წმინდა და დას ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს პატრიარქ და ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ გია მელონის ლოცვას ასევე ქართული ხალხის ლოცვას და სიყვარულს თქო გილოცავ ჩემთვის გილოცავ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის რათა ერთობით სიყვარული და მშვიდობით მადლობ უღარი და გისეულოთ და გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეობით მოგეხსენებათ დღეს ჩვენ უნდა განვაცხადოთ ინტრონიზაციის თარიღი ტრადიციის მიხედვით გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს პატრიარქი ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხმა ეს არის წმინდა მოციქულ პატრიარქ იროკლოდეულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოველწლიური ღვთისმშობლისადმი წილდომილობის დღესასწაული ამიტომ იმპროვიზაცია შედგება ხვალ სვეტის სკოლაში მსახურება დაიწყება დილის 10 საათს ახლა კი ვიდოცოთ და მადლობა შევწიროთ დღეს ლევანდელი ღვთისთვის შევასრულოთ სამადლოებებს ჩემის მომიტანე რა ტრიბუნას ჩემის გურცელია მამკა ჯანდა ტრიბუნაზეაო ჩემი წავიდა მოგესალმებით Vicino
უფრო ბევრი პირდაპირ თვალსადევნებდით ვითარება სამების საკათედრო ტაძარში, მას ასე საქართველოს ყავს 152 კათოლიკოს პატრიარქი, ეს არის მეუფე შიო, მას 22-მა მაღალი სასულიერო იერარქიის პირმა დაუჭირა მხარი, მეუფე იობს 9-ხმა ერგო, ხოლო მეუფე გრიგორ 7. ახლა მამა ანდრია ჯაღმაიძე აკეთებს მედიასთან კომენტარს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ხვალ იქნება ინტრონიზაცია. მოდი დღეს რაც უხდება, იმაზე ვილაპარაკოთ, ხო მარტო? ხვალ ხვალ ინტრონიზაციის შესახებ. ხვალ სვეტიცხოველში 10 საათზე დაიწყება მსახურება. პირდაპირ ეთერში უსმენდით მამა ანდრია ჯაღმაიძეს, მისი ინფორმაციით სვეტიცხოვლის ტაძარში ხვალ გაიმართება ინტრონიზაცია, დილის 10 საათიდან დაიწყება ღვთისმსახურება. ახლა სამების საკათედრო ტაძრიდან გვერდება ჩემი კოლეგა ნინო სალუქვაძე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობს. ნინო, რომ გითხრა სიახლეების შესახებ. დახურულად ვაცხადებ. ვერმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მადლობა ყველას, მადლობა უხოთ. დიახ, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ დღევანდელი დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება, ვინაიდან ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 152 საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გამოარჩია სინოდის წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ გაფართოებულ სხდომაზე. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მეუფე შიოსთან ერთად კანდიდატობის წევრები იყვნენ, პატრიარქობის კანდიდატობის წევრები იყვნენ ასევე მეუფე მიტროპოლიტი გრიგოლი და მიტროპოლიტი იობი. მეუფე შიომ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ მიიღო ხმათა 22%, ანუ ყენჯისყრით გათვალისწინებული იყო, რომ კანდიდატს უნდა მიიღო ნახევარზე მეტი, ანუ 20 ხმა, ხოლო მეუფე შიომ მიიღო 22 ხმა. შესაბამისად, ის გამოარჩია წმინდა სინოდმა და დღეიდან უკვე მას აქვს ახალი ტიტული, მეუფე შიო იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მეუფე შიოს ინტრონიზაცია, როგორც უკვე გახდა ცნობილი, მოხდება ხვალ სვეტიცხოველში, რომელიც ღონისძიება გაიმართება დილის 10 საათზე. ქმრის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა
პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით გამჭვირვალედ შედეგები ასე გადანაწილდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაღალყოვლად უსამართლოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 22 ხმა Tot sichumes მაღალყოვლად უსამართლოესი მრავალურბნელი მიტროპოლიტი იობი 9 ხმა მაღალყოვლად უსამართლოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 7 ხმა ერთი ხმა გაუქმდა. ამრიგად სრულიად საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეულია მიტროპოლიტი შიო. აქციო. დაჩინე. Tot sichumes tot ყოვლად სამღვდელო და მაღალყოვლად სამღვდელო მეუფენო ძვირფასო დელეგატებო მიუმართავთ ახლად გამორჩეულ კანდიდატს თანახმაბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთისადიდებლად ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით ღვთის მადლით და სასოებით ულოცავთ მის მაღალყოვლად უსამართლოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. Axios. მოიცა. საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი შიო მესამე აქციოს ახალმა პატრიარქმა უკვე მიმართა სინოდის წევრებს, კრების წევრებს, მღვდელმთავრებს სიტყვით მან თქვა, რომ ეს არის მისთვის დიდი პატივი და ამავდროულად მძიმე ჯვარი. მან მადლობა გადაუხადა სინოდისა და კრების წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ ხალხს იმ სიყვარულისთვის, რომელსაც როგორც თავად ამბობს, ყოველთვის გრძნობდა და მოუწოდა მრევლს, რომ ილოცონ მისთვის, ილოცონ ეკლესიისთვის, იმისთვის, რომ ღირსეულად გააგრძელოს ილია მეორის გზა. განსაკუთრებული მადლობა ქართულ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანასწორობისთვის. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამმართველოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის. და მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი
მას ასე რიგით 152-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უკვე არჩეულია, შიო მუჯირს ხვდა პატივი წილად პატრიარქობის ტიტული მიიღო. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი და შევახსენებ, რომ პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ სვეტი ცხოველში შედგება. მადლობა ნინო სალუქვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავენ მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი. გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას, აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც წერილში. თქვენო უწმინდესობა, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის ერის და ბერის სულიერი მამა. თქვენო უწმინდესობა, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის თვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა. გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო. შიო მესამე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლად არჩევას ულოცავს საქართველოს მთავრობის მეთაური. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე, წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს პატრიარქის არჩევას. უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე. დედა ეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემს მთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სლოვაკეთის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე. შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს. სალომე გობრონიძე გვერდდება ბრატისლავადან პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. მასპინძელი ქვეყნის სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ საქართველოს მხარდამჭერი მკაფიო პოლიტიკური გზავნილები. გსურს დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ სფეროში, რომელსაც მნიშვნელოვნად ჩათვლის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა დიალოგია და არა სანქციები. სწორედ ამ სიტყვებით დაასრულა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა მისი განცხადება. ეს კი მას შემდეგ, რაც შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სლოვაკ კოლეგას შორის გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობით. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი უკვე მოვისმინეთ ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის ერთობლივი განცხადება. სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის იყოს საქართველოსთვის ისეთი პარტნიორი, რომელსაც კარგად ესმის კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების და მზად არის მთელს ამ გზაზე სლოვაკეთმა საქართველოს ინტერესები დაიცვას. გარდა ამისა, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ
იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული და უნიკალური როლი ევროპა-აზიის დაკავშირებადობის კუთხით. მან შუა დერეფანში საქართველოს მთავარ სატრანზიტო სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა და თქვა, რომ სლოვაკეთს და ევროპას საქართველოს სჭირდება. გარდა ამისა, რიჩარდ რაშის განცხადებიდან მოვისმინეთ ის კონკრეტული მიმართულებებით, თუ რა მიმართულებებითაც აპირებს ოფიციალური ბრატისლავა საქართველოსთან კავშირების გაძლიერებას, გარდა საპარლამენტო დონეზე ასევე გამოიყო ეკონომიკური და განათლების მიმართულებები. სლოვაკეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ამის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყნების მთლიანობა ირღვევა. შევხვდით, რომ გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ პარლამენტთა შორისი თანამშრომლობა. ადგილზე იყვნენ პარლამენტის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან იქნებიან კონტაქტზე. ესენი არიან სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები, განათლების, სოციალურ საკითხთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვინაიდან ბევრ სფეროში შეგვიძლია გამოცდილების გაზიარება. არის თემები, სადაც ჩვენი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენი გამოცდილების შესახებ. საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ადგილები, საიდანაც ენერგორესურსების მოპოვება შეგვიძლია, არამედ საჭიროა ამისათვის უსაფრთხო მარშრუტის უზრუნველყოფა. მადლობა მსურს საქართველოს გადავუხადო, რომ ეფექტიანად მუშაობს რესურსების დივერსიფიკაციის კუთხით და უკრაინის კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის კონტექსტში. საქართველო რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ სხვადასხვა საგრანტო მხარდაჭერა. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იქნება 1 მილიონიანი თანამშრომლობა. საქართველო კვლავ სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების დახმარების პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება. ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ამას ხელი შეუწყო არა მხოლოდ პრეზიდენტის ვიზიტმა, არამედ სხვადასხვა მინისტრი ესტუმრა სლოვაკეთს. შევქმნით თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისია. საქართველო და სლოვაკეთი იწყებენ თანამშრომლობის ახალ ეპოქას. ამის ხელშემწყობი ფაქტორია ახალი პირდაპირი ავიარეისი ბრატისლავასა და ქუთაისს შორის. ქართველ ხალხს გაუმარტივდება სლოვაკეთში ჩამოსვლა. ქართველი სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობა გაიზრდება. მათთვის სპეციალური სქემა გვაქვს. გვაქვს პოტენციალი, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გავხადოთ. ვისაუბრეთ კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ორივე ქვეყანას შეუძლია, რომ ერთმანეთს კულტურის პორტფოლიო გაუზიაროს. შეგვიძლია ახალგაზრდების და ახალგაზრდული პარლამენტების დონეზე თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, რომ შევიმუშავებთ თანამშრომლობას, სადაც საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირებას გავაცნობთ სლოვაკ სტუდენტებს. წელს სლოვაკეთი ევროკავშირში გაწევრიანების 22 წლის თავს აღნიშნავს. ჩვენ ყველა სახის პუნქტი გავიარეთ გაწევრებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი ექსპერტების გამოცდილება იმაზე, თუ რასთან იყო დაკავშირებული გაწევრიანების პროცესი. სლოვაკეთში ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ საჭიროა სტრატეგიული დიალოგი. გსურს დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ სფეროში, რომელსაც საქართველო მნიშვნელოვნად ჩათვლის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა დიალოგია და არა სანქციები. განურჩევლად იმისა, თუ რა სფეროს შეეხება. დიალოგით შესაძლებელია დახმარება. სანქციებს კი ხალხისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგას ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის და ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ამის შემდეგ კი უკვე შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან ჩვენ მოვისმინეთ ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტების შესახებაც. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ოფიციალური თბილისისთვის სახელმძღვანელო რეალური ევროპული ღირებულებებია. ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს იმ ხელოვნურ იდეოლოგიებში, რომლის ერთადერთ მიზანსაც საზოგადოების გახლეჩვა წარმოადგენს და ბრიუსელში დღეს საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ამ აგრესიული რიტორიკის ფონზე ოფიციალური თბილისი და ბრატისლავა თანხმდება, რომ ღია დიალოგს და ურთიერთ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. We held a fruitful meeting. ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა ჩემს კოლეგა რიხარდ რაშისთან. მახსოვს ჩვენი წინა შეხვედრა, რომელიც გასულ წელს ჟენევაში პარლამენტის თავმჯდომარეთა მე-6 მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში შედგა. ამ შეხვედრამ ჩვენს ქვეყნებს შორის sapparlamento დიალოგს დამატებითი ძლიერი იმპულსი მისცა. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საპარლამენტო კავშირების შემდგომი განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას რთული გლობალური გარემოს ფონზე, სადაც პარტნიორობა და ურთიერთგაგება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. მე გამოვხატე სლოვაკეთის მიმართ ჩვენი მადლიერება საქართველოს
შემყევი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ძალიან ფასეულია. საქართველოს მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე. ნამდვილი ევროპული ღირებულებები, მათ შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები და ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი საზოგადოებების ინტერესებს. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, სადაც დიალოგი და გამოცდილების გაზიარება გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გავუსვით კონსტრუქციული დიალოგისადმი ჩვენს ერთგულებას. მადლიერებას გამოვხატავთ სლოვაკეთის მზადყოფნისთვის გაგვიზიაროს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება. ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონული დაძაბულობების შემცირებისკენ, ზედმეტიომების თავიდან აცილებისკენ და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოებების შემდგომ განვითარებას, ჩვენი ხალხების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევას. მადლიერები ვართ ეროვნულ საბჭოში გულთბილი მასპინძლობისთვის, მზად ვართ მომდევნო წლებში გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ბრატისლავას ციხესიმაგრეში უმასპინძლა, სწორედ აქ გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიაც. გეტყვით, რომ შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში. საპასუხო ვიზიტით შალვა პაპუაშვილმა მისი კოლეგა თბილისშიც მიიწვია. მადლობა სალმე გობრონიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი მაყურებელს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ნახოს თუ რა ხდება სამების საკათედრო ტაძარში.